სალამი, დღე 154 წონის გლების და ხო დღეს ცუდად მეძინა, ცუდად რა 3 თუ 4 საათი მეძინა მარტო, მაგრამ სამაგიეროდ გუშინ მეძინა დაახლოებით 10 საათი და არა უშავს. დღეს როგორმე უნდა გავუძლოთ, გადავიტანოთ და დავიძინოთ 8 საათისკენაც რო დავიძინოთ, ძალიან კაი იქნება და დავიძინოთ რამე დავიძინოთ. ხო, ძალიან კაი იქნება და გამომისწორდება რეჟიმი. თან პლუს საშინლად მშია, იმიტომ რომ გუშინ დასვენების დღე რომ მქონდა, ნახშირწყლები არ მიმიღია ბევრი, ძალიან ცოტა მივიღე, ანუ 500 კალორია მივიღე, მე მგონი მარტო ფილისგან. და მე ის კიდე ვიარი და დავწყე, ამიტომაც ხო, მაგარ დეფიციტში ვარ. მოგეთ ახლა განახებთ დილის ფორმას. შემდეგ კიდე შევდგები სარკმლის გაკეთებას, იმიტომ ძალიან მშია. აი საშინლად გამختარი ვარ, აი ამ ადგილებზე ვარ ძალიან გამომშრალი და აქ კიდევ რომ აქ ცხიმი საშინელება, იმიტომ რომ ეს ხო ბოლო ადგილია, რომელიც უნდა დავიკლო. ხო და ამის გამო აქ ცოტა ცხიმი რომ აქ და წყლის შეკავებაც რომ არის, ამებში რომ გამختარი ვარ, ძალიან გამختარი ვიზუალს ტოვებს რა. და კუნთის მასაც ძალიან შესავსები მაქვს. აი მოკლედ რო თქვა, აი ძალიან ბევრ რამეზე მაქვს სამუშაო რა. ჯერ ისე უნდა გამოვშე, კარგად დავიტყო პრესები, მერე სუფთაზე უნდა მოვიმატო კიდე ცოტათი კუნთის მასა. ძალიან დიდი დრო სჭირდება ამის წესით, იმიტომ რომ ნატურალი ვარ და არ ვაპირებ სტეროიდებზე ან რამე პეპტიდებზე გადასვლას, ამიტომაც ხო ჩვენთვის ვინც ნატურალები ვართ, ბევრად დიდი დრო არის საჭირო, რომ კუნთის მასა მოვაგროვოთ. მას ამაგიეროდ ბევრად მეტი დროც გვაქვს მომავალში. ხო, ახლა კიდე დრო საჭმელი გავაკეთე, თორემ ვერ ვაზროვნებ ნორმალურად, იმიტომ რომ უძინრობას მირტყამს და უძინრობა რა, ცოტა რომ მეძინა, ცოტა მუთენთვა დაიწყო ახლა. და თან ნახშირწყლები რო არ მაქვს მიღებული, საშინლად დაღლილი ვარ. მოგეთ ესეც ასე 300 გრამი არის აქ ახლა 387 გრამი თუ 388 გრამი ვეწერა, ეს უბრალოდ არის კონტეინერის წონა და ხო. მოგეთ ახლა წყალი ატუღდება, შემდეგ კიდე ამას ჩავყოთ. ახლა კიდე სანამ წყალი დუღდება, მანამდე ბარემ ყავეზე გავიკეთებ და თუ დრო დამჭა კიდე ხორცსაც დავჭრი ან გავალღობ. ესე ჩავყარეთ, ყავაც მაცივაშია და ორივეს ერთდროულად გამოვიტან მერე. ნუ ყავისთვის დამატებულს კარგად გამოვიყენებდი, ახლა უბრალოდ დამატებულ შედარებით ცოტა ძვირი ღირს. თან 60 კალორია გამოდის მარტო 15 გრამ შაქარში და ნახშირწყლებში ესე ცუდი არაა, ამიტომაც ხო არა უშავს მაგაში. ხო კიდე ფორარმები გავიპარსე. ფორარმები რა, ანუ ხელები. და იმედი არ გამომაყრეს, იმიტომ რომ წინაზე როცა გავიპარსე, მე სულ გამოყრილი მქონდა ხელებზე. და არა იმიტომ რომ ბინძური გავიპარსე, არამედ უბრალოდ საერთოდ ეგრე არის ხოლმე, კანი ღიზიანდება ხოლმე. ეგრე არის ახლა ეს ჩემი საყვარელი. ამასთან ერთად მეძინა გუშინ. ეს ვარ არც ჩამეძინებოდა.
მოკლედ 17-ის ხვდები დაახლოებით 9 წელში, შეიძლება ცოტა მეჩიც 12 დეკემბერს მაგ დაბადების დღე ვინც არ იცის და იმედია მანამდე მაგარ ტანზე ვიქნები 6 კუბიკი მექნება და შლად ვიქნები 10%-ზე დაახლოებით 70 კილოზე მეძე იმედია. ნუ იმედია მიზანი მაქვს ეგრე. როგორ რატომაც არა, მაგრამ კრეატინსაც მივიღებ ახლა სანამ მზადდება საჭმელი. თან განახებთ როგორ ვიღებ კრეატინს. ანუ ზოგს გონია ხოლმე რომ ჯერ წყალში უნდა ჩაასხას ათქიფოს და ეგეთი რაღაცა, მაგრამ სულ ერთია, მთავარია ორგანიზმში მოხდეს, მონოჰიდრატია, წყალთან როგორც კი შეერევა, ეგრევე გაიხსნება ორგანიზმში. ნდობაც ხო უბრალოდ აიღებ. ისე ჩაიყრე. წაიღა. ოკეი, კრეატინზე კიდე იძახიან ხოლმე, რომ 3 თვე მიიღეთო, 2 თვე შეწყვიტეთო რა, რომ ნატურალურ პროდუქციას, ანუ ორგანიზმის კრეატინს არ წარმოქმნის ორგანიზმში. მაგას ხელი არ შეუშალოსო და რეალურად ეგ არის ტყუილი, იმიტომ რომ დამიტესტავს ეგრეც ადრე როცა ვიღებდი კრეატინს და არაფერი შეცვლილა, რამდენიმე კვირაში ისევ თავისით იწყებს ორგანიზმი მაგის შექმნას და ხო მაგაზე ნუ ნერვიულად, უბრალოდ მიიღეთ ყოველდღე. მე ახლა რაც ჯიმი დავიწყანო 14 თვის განმავლობაში, 14 თვეა ვიღებ. და ხო კიდე კრეატინი არის კრეატინი. და ბრენდებს ყოლად ნუ ენდოვით. ჩემი ყველაზე კარგი არის ვიტამინ G-ს. იმედი ეგენს დამასპონსორებენ. და ხო რა, თავი კრეატინი მიიღოთ და იყოს მონოჰიდრატი 5 გრამი. ხომ თად რაღაცა ისეთი იმიდან უგამოიწერთ. რომელსაც სასაცნობელი არა და არავინ არ იყენებს. და ხო კრეატინი არის კრეატინი და უბრალოდ მიიღეთ ხოლმე და დიდ რაღაცასაც არ შეცვლის. ნუ გონიათ რაღაც ელექსირი როა. უბრალოდ მეტი ენერგია გექნება ცოტათი. და კუნთის მასას უფრო მეტს დააგროვებს, ანუ წყალი შეიკავდება ამ ადგილებში და ცოტას დაიკუნთებით რა. ეს არის ჩემი ყველა გამოყენებული კრეატინი რა. ერთხელ რუკი ათლეტიც ვცადე და ხო ამ დიდი განსხვავება არ იყო, ანუ იგივე იყო ესეც. უბრალოდ იმ დღეს ეს იყო გაყიდული და ეს იყო იაფად ბაზაკლებაში და მაგით ვიყიდე ეს. და ხო თან გავტესტე, მაინტერესდა სხვა კრეატინი რამე შესრულა თუ არა და იგივე იყო. მივიდე დღეს ცოტა ცუდი ვიდეო არ გამოდის, იმიტომ რომ საკმაოდ ჩქარობ და რომ ჩქარობ სიჩქარეში კიდე და უძინრობის და იმაში რაღაცები მერევა. მაგრამ ხო იმედია თლა ცუდი ვიდეო არ გამოდის და ჩემი ახლა მოწერა არ დავიწყოთ. მალე ვალთ 150 კომენტზე რა. კვირის ბოლოს არის ეგ ჩემი ასე ვთქვათ პატარა გუალი. ეგა გაკეთე და ახლა ამას დავასუნელებ და მე კიდე შევჭამ. სხვათა შორის ამ მაკარონს ბევრად დიდი დრო დაშლიდა მოხარშვისთვის, ვიდრე აი იმას რომელსაც ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ცოტა განსხვავებულია. და უფრო ძვირიანიცაა ესეთი პაკეტით ვიყიდე. და მეორე რომელსაც ვხარო ხოლმე ეგ არის ლარიანი მაკარონი. და ხო თანაც უფრო გაიბერასავით რაღაცნაირად და ხო ხარისხის ისა ალბათ ბენეფიტია რა როგორ დაუძახო. ნუ მოკლედ ასეთია ჩემი პირველი კვება. ნუ ამას რა თქმა უნდა ბოლომდე არ შევჭამ. ნახევარ შევჭამ და ნახევარს მე ფილესთან შევჭამ. რა იყო ლილი? ეს დადის იმენა სულ ჩახუტება და მოფერება უნდა. იმიტომ საჭმელი აგერა, ყველაფერი აგერა აქვს და მაინც ხმას გამოსცემს. ნუ ყავა უკვე შემომელია და ბოლოსკენ ისე შევყავი ჭამას, რომ ყოველამის მთლიანად შევჭამე მაკარონი, მაგრამ არ ვახავს ცოტა დაჭა მაინც და ამას შევჭამ უკვე ფილესთან. მოკლედ ჭამიდან და ყავის დალებიდან გავიდა რამდენიმე საათი. და დროა წავიდე ჯიმში, თუმცა ვიფიქრე ხურს დავჭემეთ, მაგრამ მე მგონი ფილე დამთავრდა და დედაჩემი მოვიდა შუა დღისით სადღაც. ნუ სამსახურს დამორჩება. ხო და მაშინ გავაკეთებ უკვე მეორე კვებას. ხო ახლა კიდე წავედი და სანამ წავალ ჩემი ახი გამოიწერეთ.
together. I know I'm not alone. I know I'm not alone. Anywhere, whenever, apart but still together. I know I'm not alone. 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 I'm not alone. I'm not alone. Such a disappointment. Parker, you were everything I wanted to be. You just threw it away. I can't let this go. I'm finally everything everyone needs me to be. I'm so proud of you. And Ben, me too. I want you to know Saved by the siren. Talk to you later. when I'm not around. I don't know what to do. Yes, you do. I wish I was special. როდესაც მოვიდით სახლში ფეხით და რა საშინელი ვარჯიში გამოვიდა ძალიან. აი მართლა ყველაზე საშინელი აპერდე იყო ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჯერ უძინობა დაარტყა, მაგრამ კაი, ამას გადავლახავდი როგორც წა. მე ის რომ გუშინ ხო ვთქვი რომ რესტეიზი, ანუ საერთოდ არ მიჭამია ნახშირწყალი. ნუ ცოტა მივიღე მეგონი ყავიდან, სადაც 20 გრამით რაღაც ეგრე. ეგიც არა, მე ყველაფერი დავწვი. უნდა რომ ბევრი არის გუშინაც. და სადაც 0 კალორიაზე მეტი გამომივიდა ჩათვალეთ მიღება და ხო მაგარ დეფიციტში ვიყავ. ხო და გლუკოგენი ხო დაიცალა რა თქმა უნდა. იმიტომ ბევრი ვიარე და პლუს კიდე ნახშირწყალი არ მივიღე. ხო და მაგის გამო დღეს მქონდა საშინელი ენერგია. აი გული ამერია ლამის ვარჯიშის დროს. და რავი, მე მიბნელდებოდა თვალებში და რავი, ერთ ამბავში ეს უფრო ელექტროლაიტების ბრალიც იქნებოდა. მაგრამ ხო რა, საშინელი ვარჯიში გამოვიდა, მაგრამ მაინც დავამთავრე. ფიქრობდი. ბოლო ვარჯიშები ხო არ გამომეტყუებინა მეთქი, აი ისეთ ფიქრებში ვიყავი უკვე რომ წავალ სახლში დავისვენებ თქო, მაგრამ არა. მაინც ბოლომდე მოვჩი ვარჯიშებს, ვამეთრებრას მოგს. ხო, ბოლომდე მოვჩი ვარჯიშებს და მე ვფიქრობდი უკვე სახლში ავტობუსი წამოვალ მეთქი ახლა. აი არაუშავს მეთქი ამ 2 კილომეტრს დიდ ვერაფერს ვერ დავწოვ მეთქი, სადაც 100 კალორიას დავწოვ მეთქი, მეც ვერ ამეთქი, მაგრამ არა, სახლშიც ფეხით წამოვედი, რა თქმა უნდა. არ მინდოდა ჩამოგდო კარგიო. და ხო რა, ახლა უნდა გავუძლო და მე უკვე საღამოსკენ დავიძინებ. და იმედია, კარგ ხანს გასტანს ეს რეჟიმი. თან ახლა მეორე ყვებას ჯერ პირველი საათია, 2 საათი იწყება რა, ადრე არის ძალიან ჯერ და მეორე ყვებისთვის კიდე რავი, ფილე შეიძლება სახლში იყოს, ან ნუ დედაშენს მივწერე და თუ რამე შეიძლება ადრეც გავიმზადო და წინასწარ შევჭამო, თორე მე ღამე უკვე საშინელება იქნება ჭამაც. თუ მე მქონია ფილე, ახლა ეს უნდა გალღვეს. ისეთია რომ კაცო თავში დაარტყა მოკლავს. კაც კი რობოტსაც გათიშავს ეს. ხო და ალბათ ეს გალღვება რამდენიმე საათში. მე უნდა წყალი გადავავლო. დავჭრა, იმიტომ რომ ეს ზუსტად 400 გრამი არა, 600 რაღაც გრამია ტორტები. ვიდრე ახლა მეორე კვება სანამ გაკეთდება. მანამდე წესი დაღამდება, იმიტომ რომ ხო ჯერ უნდა გადნეს და ერთი ამბები კიდე. ამიტომ ეს ჯობი აქედანვე დაგემშვიდობოთ, თან ძალიან დიდი ვიდეო გამოდის, მე მგონი უკვე 15 წუთამდე არის თორშტები. და ხო რა, შეგხვდებით ხვალ და ჩემი ახალ გამოწერა არ დაგაუწყდეთ. დროებით.